გამარჯობათ. Huawei Ascend სერია 2014 წლის ბოლოს შეემატა საკმაოდ საინტერესო მოდელი, საინტერესო მისი ფასისა და ტექნიკური მონაცემების მიხედვით. ეს მოდელი გახლავთ Huawei Ascend Y221. მოდელი, რომელიც 2014 წლის დეკემბერში გამოვიდა, იგი წონაში არის 130 გრამის, სისქეში კი 12.3 მმ. მართალია ეს smartphone უდრავს ქერიჩანს, თუმცა იგი ტექნიკური მონაცემებით და ფასების მიხედვით არ ჩამოვარდება სხვა ბიუჯეტურ მოდელებს. უფრო მეტიც იგი განსაკუთრებულია იმით, რომ მას აქვს Android-ის 4.4 KitKat ვერსია, რომელსაც ბიუჯეტურ მოდელებში თითქმის ვერ შევხვდებით. Smartphone-ის წინა მხარეზე მოთავსებული არის მისი 3.5 ინჩიანი ეკრანი, რომლის დამზადების ტექნოლოგია გახლავთ TFT. ეს არის TFT ტექნოლოგიის მეშვიდე თაობა, რომელსაც აქვს 256.000 ფერი და გაფართოება 480x300 პიქსელზე. Smartphone-ის ეკრანის ქვემოთ მოთავსებული არის ნავიგაციის ღილაკები, ზედა მხარეს კი განთავსებული არის Huawei-ის ლოგო და ყუნსასმენი დინამიკი. Smartphone-ის მარჯვენა მხარე მთლიანად თავისუფალი გახლავთ, ზედა მხარეს კი მოთავსებული არის ამ მოდელის ჩასართავ-გამოსართავ ღილაკი, ასევე micro USB კაბელის მაერთებელი და 3.5 მმ-იანი მაერთებელი თქვენ ყუნსასმენებისათვის. მარცხენა მხარეზე smartphone-ზე მოთავსებული არის ხმის ასაწევ-დასაწევი ღილაკები, ქვედა მხარეს კი ამ მოდელის მიკროფონის ჭრილი. ასევე ქვედა მხარეს მოთავსებული არის უკანა პანელის მოსახსნელი ადგილი, რომელთაც მარტივად მოხსნით უკანა პანელს. უკანა პანელის შიგნით იმალება ამ smartphone-ის ლითიუმ-იონის ტექნოლოგიაზე დამზადებული 1350 მAh-ში სიმძლავრის ბატარეა. ბატარეა, რომელიც საკმაოდ დიდხანს მოგემსახურება. უკან ასევე არის Huawei-ის ლოგო და 2 მეგაპიქსელიანი კამერა. კამერის გვერდით გვაქვს დინამიკები, smartphone-ის ხმა არის საშუალო დონის. წინა მხარეზე ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოდელს არ აქვს სხვადასხვა სენსორები, მათ შორის მიახლოების ან სინათლის რეგულირების სენსორი, რაც იმას ნიშნავს, რომ smartphone-ის ეკრანის სინათლის რეგულირება მოსახერხებელი არის მხოლოდ ხელით. ამ მოდელს აქვს Android-ის 4.4 KitKat ვერსია, რომელიც უკვე აღმოჩნდა და წარმოადგენს ამ smartphone-ის განსაკუთრებულ მხარეს, ასევე ტექნიკური დეტალებიდან აღსანიშნავია, რომ იგი მუშაობს MediaTek-ის ჩიპსეტზე, მას აქვს 2 ბირთვიანი Cortex A7 პროცესორი, რომლის სიხშირეც არის 1 GHz და ვიდეო ამაჩქარებელი მალი 400MP. Cortex A7 არის საკმაოდ გავრცელებული პროცესორი, იგი ხდება როგორც საშუალო, ასევე მაღალი კლასის smartphone-ებში სხვადასხვა სიხშირეების მიხედვით. მალი 400MP-ც გავრცელებული ვიდეო ბარათი არის, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა smartphone-ებში და ეს მოდელიც განსაკუთრებულია სწორედ ამით. აქ გვაქვს ყველა საჭირო აპლიკაცია, მათ შორის Google-ის სერვისები. Smartphone-ში გამოყენებული არ არის Huawei-ის სამხმარებლო გარემო, თუმცა აქ გვაქვს რა თქმა უნდა Android-ის სტანდარტული გარემო. ჩვენ შეგვიძლია მოვინახოთ ამ smartphone-ის შეტყობინების ცენტრი, რომელიც სტანდარტული არის Android-ის ამ ვერსიაში, ასევე გვაქვს პარამეტრების სწრაფად მიმკვდომი მენიუ, რომელიც საკმაოდ მოსახერხებელი არის. Smartphone-ს აქვს ეკრანის ავტომატური მოძღვრების რეჟიმი, ამისათვის მას აქვს ორიენტაციის სენსორი, ეს არის ერთადერთი სენსორი, რომელიც ამ მოდელში არის ჩადებული. ასევე გვაქვს სეტინგების, ანუ პარამეტრების განყოფილება. პარამეტრების განყოფილებაც Android-ის ამ ვერსიისათვის არის სტანდარტული. ჩვენ ყველა საჭირო დეტალი გვაქვს აქ, რომელთაც აღსანიშნავია ინტერნეტის გაზიარება. Smartphone მუშაობს მეორე და მესამე თაობისხლებზე, მას აქვს 2 ცალის სიმბარათის მხარდაჭერა. სიმბარათები თავსდება უკანა პანელის შიგნით, ორივე სიმბარათი არის მინი სიმბარათი, ანუ ჩვეულებრივი სიმბარათი. ასევე უკანა პანელის შიგნით თავსდება ამ smartphone-ის microSD ბარათი. Smartphone-ში და მეხსიერება შეადგენს 4 GB, მეხსიერების ბარათით კი მისი გაზრდა შესაძლებელია მაქსიმუმ 32 GB-მდე. ამ მოდელის სისწრაფისათვის ასევე გამოყენებული არის 512 MB ოპერატიული მეხსიერება, რომელიც საკმაოდ აქტიურად გამოიყენება ბიუჯეტურ მოდელებში, მათ შორის Nokia Lumia 520-ში. ეს smartphone შეიძლება ჩაითვალოს ამ მოდელის კონკურენტად, ღირებულებით თითქმის 2-ჯერ ნაკლები არის. ეს ერთგვარი გადახვევა, აქ გვაქვს ყველა საჭირო დეტალი, მათ შორის აუდიო პროფილები, რომლებსაც Huawei smartphone-ში აქტიურად შევხვდებით, ასევე ეკრანზე პარამეტრების გასწორება, ბატარეის პარამეტრების გასწორება, მათ შორის ლოკაციაც გვაქვს. Smartphone-ს არ აქვს GPS-ის მხარდაჭერა, თუმცა იგი ინტერნეტის საშუალებით ახერხებს ლოკაციის დადგენას. რა თქმა უნდა, გვაქვს ენებისა და smartphone-ის პარამეტრების ასლის გაკეთების საშუალება. თქვენ შეგიძლიათ ეს პარამეტრების ასლი გადაიტანოთ ჩიპზე, ასევე დააბრუნოთ განსაკუთრებულ შემთხვევაში. Smartphone-ს აქვს სხვადასხვა ანგარიშების მხარდაჭერა, მათ შორის სოციალური ქსელების. Smartphone-ის აპლიკაციების მენიუში შევხვდებით სოციალური ქსელების აპლიკაციებს და აქ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, დაგეგმილი ჩართვა და გამოხდვა, რომელიც ჩემი აზრით ერთ-ერთი მოსახერხებელია, რომელსაც
Huawei გვთავაზობს და სხვა სწრაფად გამოსაყენებელი დეტალები, რომლებიც დაგეხმარებათ smartphone-ს უფრო კომფორტულად მართვაში, ასევე აქ გვაქვს ბატარეის დაზოგვის რეჟიმი, smartphone-ის ბატარეა არის საკმაოდ კარგი, თუმცა მისი დაზოგვის რეჟიმიც ასევე დიდი პლუსი არის. ჩვენ გვაქვს აქ ყველა საჭირო აპლიკაცია, მათ შორის Google-ის სერვისები და სოციალური ქსელების აპლიკაციები. Smartphone-ს აქვს ძირითადი მედია და აუდიო კოდეკების მხარდაჭერა, მედია კოდეკებიდან მას აქვს MP4 და H264 ვიდეო ფაილების მხარდაჭერა, რომელიც საკმაოდ გავრცელებული კოდეკები არის. აქვე გვაქვს სტანდარტული ბრაუზერი, რომელთაც შესაძლებელი არის ჩვენი ვებგვერდის მონახულება. ბრაუზერი არის საკმაოდ სწრაფი, მას შესაძლებელია რამდენიმე ტაბის თავისუფლად გახსნა. ასევე გვაქვს ბრაუზერი Google-ისაგან, რომელიც გამოიყენება Android-ის smartphone-ებში თითქმის ყველა მოდელში, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა. ეს ბრაუზერიც არის საკმაოდ სწრაფი და ჩვენ კიდევ ერთი დეტალი შეგვიძლია ვნახოთ, ეს არის ამ smartphone-ის კამერის აპლიკაცია, რომელსაც აქვს პანორამული გადაღების რეჟიმი, ასევე სხვადასხვა გადაღების პარამეტრების ცვლილება, რომლებიც საშუალებას გაძლევთ გადაიღოთ კარგი ფოტო, რადგან ამ მოდელს აქვს 2 მეგაპიქსელიანი კამერა, ვერ მოვთხოვთ მეც, რადგან არის საკმაოდ დაბალბიუჯეტური მოდელი, გვაქვს ასევე ვიდეო გადაღების რეჟიმი, რომელიც იღებს 480p ვიდეოს. Smartphone-ი არის საკმაოდ მოხერხებული, ზომით იგი არ არის დიდი. ეს მოდელი, როგორც უკვე აღნიშნეთ, საკმაოდ მარტივად გაუწევს კონკურენციას Android-ის სხვა მოდელებს, რომლებიც არის ბიუჯეტური ვერსია მისი ღირებულების გამო. ამ მოდელის ტექნიკური დეტალების ნახვა და მისი შეძენა შეგიძლიათ ჩვენს ვებგვერდზე, ასევე ჩვენს მაღაზიათა ქსელში. მადლობა რომ უყურებთ ჩვენს ვიდეო მოხელას, სხვა მოხელებთ კი აუცილებლად დაგებრუნდებით. ნახვამდის.